მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვაპირებთ გადავიღოთ ნეიმარის ტოპ 4 ფინტი. გადაწყდა ასე კომენტარებიდან. კომენტარებიდან უკვე შეგიძლიათ დააკომენტაროთ ახალი ფეხბურთელი, რომელსაც გინდათ ვიდეოს ჩაწერა. მოკლედ ახლა კი დავიწყოთ. პირველი მე გავაკეთე ნეიმარის მიღება და ეხლა ამ ყველაფერს განვიხილავთ. მოკლედ, ნეიმარის მიღება. ეს ყველაფერი ხდება ნახტომში, ზოგ შემთხვევაში ხდება უბრალოდ დაბლა მიწაზე. ვიღებთ ფეხის ამ ნაწილით, ბაჩოკით, ესე დაუძახეთ მაშინ, ალბათ თქვენთვის უფრო გასაგები იქნება. ვიღებთ ბაჩოკით უკანა მხარეს, ან ჩვენი ძლიერი ფეხი გაგვაქვს ჩვენი სუსტი ფეხის მარცხენა მხარეს უკნიდან და შემდეგ უკვე ესე შეგვიძლია რომ ბურთი მივიღოთ. აი ცოტნე გადმომიგდებს ახლა ხელიდან და გაჩვენებთ უფრო კარგი. მე ამ ფინტს იმის გამო რომ ვერ გამოვიყენებთ დიდად თამაში, დაუწერ 10-დან 7 ქულას, ეს უფრო სილამაზეა გათვლილი. მე ასე ვფიქრობ, ხალხი გავიგოთ რას დაუწერს ცოტა. მე ამ ფინტთან დაკავშირებით ისეთი არ მომწონს ეს ფინტი დიდად გამოსაყენებლადაც რთული არის და ის ჩარადო ესე ვერ გამოიყენებ, ამიტომ მე 6 დავუწერ და ესე შეაფასა ცოტნე მეც ფინტი, ახლა კი გადავიდეთ უკვე შემდეგ ფინტს. ამ ფინტის გასაკეთებლად ჩვენ გვჭირდება რომ ბურთი მოვაქციოთ ჩვენ ორ ფეხს შორის, მყარად, გოწების დახმარებით. შემდეგ უკვე ჩვენ ძლიერ ფეხს ვწევთ წინ და ბურთი ძიცვლის უკვე მიმართულებას, პოზიციას იცვლის ბურთი. შემდეგ უკვე ამ ჩვენი ძლიერი ფეხით ბურთი აგვაქვს მაღლა, ესეთი მოძრაობით და შემდეგ უკვე სულ ფეხს ვახმართ და ვუგდებთ მოწინააღმდეგეს თავზე. ეს არის ძალიან კარგი ფინტი გამოსაყენებლად და მოკლედ მოჩევაფასოთ ეს ფინტი და მე ამ ფინტს დავუწერ 10-დან 9-ს. რადგან ეს არის ფინტების კლასიკა და ძალიან კარგი ფინტია გამოსაყენებლადაც და სანახაოდ. გიო იყო ნახევარ მცველი თავის დროზე, არ მცველი და რადგან ეს ჩემთვის ნაკლებად გამოსაყენებელი ფინტი არის და ვერ შეძლებ ისე ხშირად რომ გამოვიყენო, ამიტომ მე დავუწერ 800-ს რა. გიორგი შეიძლება კლასიკად ჩათვალოს ეს ფინტი, მაგრამ მე შეიძლება უფრო ნაკლებად. მოკლედ, ესე შევაფასეთ ეს ფინტები, ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ფინტს. ერთი ფინტი, რომელიც ადვილია რომ გავაკეთოთ, არის თავზე გადაგდება, უბრალოდ ვიდეოს ბურთი მოდის მოწინააღმდეგე გაქაჯებული, გაგიჟებული და შეგვიძლია ესე უბრალოდ აი ამ დაგვარად მომენტიც უნდა შეარჩიოთ ამისთვის, რადგან ნორმალური მცველი ამოვა პოზიციურად და არ ამოვარდება ქაჯივით. თუ ნორმალური მცველიც უკვე გაქაჯდა, ეს ფინტი ყველაზე მარტივი გამოსაყენებელია ალბათ ფინტებში. ჩვენ ვიგებთ დიდი ანგარიშით მაგალითად. აი მაგ დროს არის ძალიან ადვილი ამის გამოყენება რა. იმიტომ რომ გაგიჟებულები არიან ისინი ფაქტიურად მოვლენ გიჟივით და გადავდე მარტივად მაგით უფრო გაახაროთ. მოკლედ შევაფასოთ. ამ ფინტს მე დავუწერ ესეთი ადვილი გამოსაყენებელი ლამაზი და სხვადასხვა რაღაცეები, რადგანაც აქ 9-ს დავუწერ მე ამ ფინტს. მე დავუწერ 8 ქულას ამ ფინტს, რადგან ნორმალური მცველთან ცოტა რთულია ამ ყველაფრის გამოყენება, ამიტომაც მე შევაფასებდი ამ ქულას ფინტს 8 ქულას. ერთ-ერთი ნეიმარის ფინტი კიდევ, რომელსაც ასე თუ ისე ხშირად არ იყენებს. აი, ეს ფინტი გამოიყურება ასე. გადავატარებთ ამ ფეხს, შემოვატარებთ ისევ მეორეს და გავიტანთ იქით ამ ფეხს. ეხლა ესეთი ახსნითაც გაიგებთ, რადგან არის მარტივი, რაც თავარია ფეხში გატარება უნდა ვიცოდეთ და ამ ფეხის ესე გამოყენება. ძლიერად ფეხი და მეორე მხარეს წაგება და იქით კიდე მეორე მხარეს წაგება, არა ამას დიდი სირთულე. გადავატარებთ ბურთს ამ ფეხს. მე რადგან მარცხენა ვარ, პირველი დავიწყებ მარცხენათი, შემოვატარებ მარჯვენა ფეხს და ამ
ამ მარცხენა ფეხს უკან ტოვს და გავარტყავს იქით ამას. ნუ მე ამ ფინტს დავუწერო მე 7 6 ქულას. ნუ დიდად მე არ ვიხატება გულზე ეს ფინტი, ამიტომ ეს დავუწერე 6 ქულას. რა ვიცი, მე არ მგონია რომ ამ ფინტის გაკეთება თქვათ ან ეფექტურია, ან მაგრამ დამავნებელია. გამოსაყენებელია. ჩემთვის არა დამავნებელი, ამიტომაც მე 6 ქულით შემოვიდა. აი, რამე ვიდეო იქნება ჩვენთან აუცილებლად და ამ ფინტით გიორგის დავობთ. და ნახეთ. მერე ნუ დაგემშვიდობებით ამ ლამაზ ფონზე, როგორც ხედავთ, ზანთარში მზე გამოვიდა როგორც იქნა. ნუ ეს არის გასარევიანობის სათამაშო. არა მაინც. ამიტომაც გამოდით ითამაშეთ ფეხბურთი მშვენიერი ამიდია. სახში ჯდომით არაფერი არ გამო. არაფერი არ გამოვა. მოდით ჩვენ ამით დაგემშვიდობებით. დალაიქეთ ვიდეო. ისიამონეთ ვიდეოთი. გამოიწერეთ ხალხი და გემშვიდობებით შემოვა ჩვენ ფოტო. შეფოთო.